28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს განიხილება დემეტრე ჩიქოვანისა და ანა ნასყიდაშვილის ეპიზოდი. ჩიქოვანს ბრალი რამდენიმე თვის წინ დაუმძიმეს და განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას ედავებიან. ნასყიდაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. საქმის მონაწილეების არასრულწლოვანი ასაკის გამოსხდომები დახურულია. გიგა ავალიანი, რომელსაც მოსწავლეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 21 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ლიზი ვეკუა მოგვიყვება სასამართლოს ხდომის შესახებ. უკვე 1 საათია, რაც მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას წინაშე სიტყვის უფლებით სარგებლობს. დაცვის მხარემ ამჯერადაც უდაოდ გახადა ეკა კუპატაძის ჩვენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი სახე არ ექნება, თუმცა ეკა კუპატაძეს იქიდან გამომდინარე, რომ ის არის დაზარალებული უფლება მონაცვლე, შეუძლია რომ სასამართლოს წინაშე წარსდგეს სიტყვით და დღეს ის დეტალურად ისაუბრებს მოკლული მასწავლებლის საქმეზე. ამ ყველაფერს ისმენს როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარის წარმომადგენლებიც და თავად ბრალდებულებიც. ეკა კუპატაძე ყველაზე მეც გამოდა სასამართლოს ხდომაზე, როგორც ისამობს, ისაუბრებს სწორედ ნია იმნაძეზე, იმ არასრულწლოვან გოგონაზე, რომელიც საქმის მთავარ ფიგურანტად მოიაზრება და ნია იმნაძე უნდა გამოკითხულიყო სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა მისმა ადვოკატმა წარადგინა სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რის შემდეგაც ის სასამართლო დარბაზში არ გამოცხადა, რამაც ცხადია პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია უკვე მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრებში. ეკა კუპატაძე უსვამს სწორედ ხაზს იმას, რომ შესწავლილი აქვს ნია იმნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობები და ამაზე დეტალურად ისაუბრებს რამდენიმე დღეში, რაც შეეხება საქმეს. მოკლული მასწავლებლის დედა სწორედ ნია იმნაძეს ასახელებს საქმის მთავარ ფიგურანტად, ის ამბობს, რომ მისგან გამომდინარე მოხდა შემდეგ უკვე დაპირისპირება და კონფლიქტი თემქაზე და სწორედ ნია იმნაძეს ემსხვერპლა მისი შვილი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ნია იმნაძე არის სწორედ ალექსანდრე გაბაშვილის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული და ახლა უკვე მსჯავრდებული პირის მეგობარი რომლის მიმოწერის შემდეგაც გიგა ავალიანს სახლთან ჩაუსაფრდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც ალექსანდრე გაბაშვილი, ასევე გიორგი რიკაძე და ამ ყველაფრის შემდეგ მასწავლებელი გარდაიცვალა. დიახ, ნია იმნაძის საკითხი დღეს მე უნდა დავაყენო აუცილებლად, როგორც ვიცი ის დასდადგება ალბათ. იცით თქვენ, რომ მისმა ადვოკატმა მე ეს წინა სასამართლო პროცესზე შესვლამდე ვთქვი, რომ მისმა ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა არაერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში. იქ ჩანს ის, რომ ფსიქოთერაპევტმა პაციენტი ნახა მხოლოდ ერთხელ 4 თებერვალს, ცნობები გაცემულია 9 თებერვალს და 27 აპრილს. 27 აპრილი არის 28 აპრილის წინა დღე, ანუ 28 აპრილს ნია იმნაძე უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე. ასე რომ იყოს მართლმსაჯულება და მხოლოდ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, მაშინ ციხეები იქნება ცარიელი და სასამართლო პროცესები თქნარებაში იქნება წარმართული. სხდომის დაწყებამდე ჩვენ ვესაუბრეთ საქმის პროკურორსაც ქეთევან სონიძე ფორმულასთან საუბრისას აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება დევს რეალურად დემეტრე ჩიქოვანის და ანა ნასყიდაშვილის საქმეში. ეს მტკიცებულებები არის როგორც მათ შორის მიმოწერები, ასევე ანძის ჩანაწერებიც. მაყურებელს შევახსენებ იმას, რომ ანა ნასყიდაშვილს ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას, ანუ სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს იმას, რომ არასრულწლოვანმა გოგონა მიცოდა შესაძლო თავდასხმის და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით არც ერთ უწყებას, საპოლიციო უწყებას არ განუცხადა, ხოლო რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს ედავებიან სწორედ თავდასხმის მომზადებას. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ დემეტრე ჩიქოვანი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე თემქაზე მივიდა ალექსანდრე გაბაშვილთან და გიორგი რიკაძესთან ერთად და სწორედ ამ დროს გეგმავდნენ ისინი, როგორ უნდა დასხმოდნენ უკვე გიგა ავალიანს თავს. ანა ნასყიდაშვილს ემუქრება 3-დან 7 წლამდე პატიმრობა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. არაერთი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი ორივე ბრალდებულის მიმართ, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს მათ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ეს არის ბრალყოვლისა მათ შორის არსებული მიმოწერები, ეს არის ასევე მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. დღეს სასამართლოზე გამოიკითხება დაზარალებულის უფლებამონაცვლე ეკა კუპატაძე, რომელიც მიმოგახსენებთ, რომ უდაოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ. მან უნდა ისაუბროს მიყენებულ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, თუმცა შეზღუდული არ არის, რომ ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ბრძოლობაზე 6 წუთი და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ამ ეპიზოდზე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ანა ნასყიდაშვილს კი 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.